ჩვენი 200,000 მოქალაქის სიცოცხლე საფრთხეშია. ამ წერილით მიმართავს C-ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების დამფუძნებელი ირაკლი იმნაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს. წერილში ნათქვამია, რომ დაპირების მიუხედავად 2014 წლის ბიუჯეტში C-ჰეპატიტთან საბრძოლველად თანხა არ გამოყოფილა. ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია, თუმცა რაოდენობით უცნობია. C-ჰეპატიტი და სახელმწიფო პოლიტიკა. ნახეთ თამარი ლურიძის და კოტე ჭიტაძის სიუჟეტში. ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს საშუალება, რომ დააფინანსოს ჩემნარი დაავადებულები. სოსო კარიული 33 წლისაა. 3 წლის წინ გაიგო, რომ C-ჰეპატიტი დაავადდა. ვინაიდან მაქვს პირველი გენოტიპი, ეს ექვემდებარება 1 წლიან მკურნალობას, რომელიც ჩდება 24,000 ლარი. არა, ამას ვერ გავწევ, იმიტომ ერთი ანალიზში გადავიხადე გენოტიპი რომ დამედგინა 537 ლარი. ერთ ანალიზში. ამ დროს ხელფასი მაქვს 540 ლარი. ერთი წლის წინ სოსომ ჯანდაცვის სამინისტროს მკურნალობის დასაფინანსებლად მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ახლაც არ იცის მოხდება თუ არა იმ პროგრამაში, რომელიც 10,000 ბენეფიციარის შეღავათიან მკურნალობას ითვალისწინებს. ჯანდაცვის უწყება ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებისთვის ტენდერს ხელახლა აცხადებს. Risboldan, iatrustribuldan დაიწყება უკვე მკურნალობა საჯავახშორთან პატიმრების მარტივადობად, თუმცა იგივე ფასით, რითაც შევიძენთ პატიმრებისათვის და ეს იქნება მნიშვნელოვნად მინიმუმ 2-ჯერ ნაკლები ფასი, ეს გავრცელდება ასევე სამოქალაქო საზოგადოებაში არაპატიმრებზე. არა მარტო ციხეებისა, ესეც ძვირადღირებულ მკურნალობასაც კი უფასოდ გავხდით მალე საქართველოში, რითაც სახკარს კიდენ რომ იცოდეთ, ვისაც ყავდა ამ ტიპის დაავადება ახლობელი. ქართულ ოცნებას ამ დაპირებას C-ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების დამფუძნებელი ირაკლი იმნაიშვილი ღია წერილით ახსენებს. საქართველოში 200,000 ადამიანი C-ჰეპატიტითაა დაინფიცირებული. ეს ვირუსი იწვევს ციროზს, შემდეგ ღვიძლის ონკოლოგიურ დაავადებას და მალევე პაციენტის სიკვდილს. წლების განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ იცოდა C-ჰეპატიტის მასშტაბების შესახებ, მაგრამ მის მოსაგვარებლად არაფერი იღონა. კოალიცია ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლამდეც და მას შემდეგაც ხშირად საუბრობს C-ჰეპატიტის პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს. თუმცა დაპირების მიუხედავად 2014 წლის ბიუჯეტში C-ჰეპატიტთან საბრძოლველად თანხები ჯერაც არ გამოყოფილა. მომავალი წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სფეროს დასაფინანსებლად 2 მილიარდ ლარზე მეტია გამოყოფილი. უშუალოდ რა თანხაა C-ჰეპატიტთან საბრძოლველად განკუთვნილი, ამ კითხვაზე ფინანსთა მინისტრი კოლეგებთან გვამისამართებს. ჯანდაცვის სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს. ჩვენ ერთობლივად ვიმუშავეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ვიმუშავეთ საშემოხსნელების სამინისტროსთან იმისათვის, რათა ძალიან საინტერესო წინადადებები შეგვეთავაზებინა დაინტერესებული კომპანიებისათვის, მაგრამ ამ საკითხზე უკეთეს კომენტარს და უფრო დეტალურად ცხადია, რომ ჯანდაცვის და საშემოხსნელების მინისტრები გააკეთებენ. ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ C-ჰეპატიტთან ბრძოლისთვის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია, თუმცა დავით სერგენკო თანხის რაოდენობას არ აკონკრეტებს. გამოცხადებულ ტენდერსა და შესაბამის სახელმწიფო პროგრამებს მონიტორინგს არასამთავრობო სექტორი უწევს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მედიკამენტების გაიაფების პარალელურად პრევენციული ღონისძიებებია გასატარებელი. როცა ბენეფიციარებმა და ამ ადამიანებმა დაიწყეს თავიანთ დაავადებაზე ხმამაღლა საუბარი სხვადასხვა მედია საშუალებასთან და ასე შემდეგ, ამის შემდეგ საზოგადოება დაინახა, რომ ეს არის რეალური პრობლემა, რომელზეც შეიძლება ღიად საუბარი. ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქვთ ხელმისაწვდომობა სხვა ადამიანებთან, ვისაც იგივე პრობლემა აწუხებთ. არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ყოველი მე-14 მოქალაქე C-ჰეპატიტითაა ინფიცირებული, ხოლო ვირუსის მატარებელი უკანასკნელი კვლევების მიხედვით 200,000-მდე ადამიანია. მათი უმრავლესობა წამლებზე ფასების შემცირებას ითხოვს.